სოფელ დიაკონიძეებში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად პირველი ხბო დაიბადა, რომელიც 24 კილოგრამს იწონის. შესაბამის მიზნობრივ პროგრამას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს განვითარების ფონდისა და აგროსერვის ცენტრის ხელშეწყობით ახორციელებს. იგი მიზნად ისახავს ცხოველთა ჯიშების გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის ამაღლებას. ხულოში ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების სერვის ცენტრის 3 ჯგუფი მუშაობს. 3 დღის უკან დაიბადა, არის ძალიან შედეგიანი. უჩანს ძალიან კარგი მომავალი და მომავალში ალბათ ყოველთვის ვეცდებით რომ თლიან სოფელმაც, თლიან რაიონმაც ეს ჯიში გამოვიყვანოთ. ეს არის შვიცის ჯიშის. ძალიან კარგი მომავალი უჩანს და მეტი დანარჩენი ნახოთ შედეგები წინ არის. არის მაღალხარისხიანი მეწვილიანობა ჩვენ პირობებში გამოსადეგი. არის მეხორცული ჯიშის, არის მერძეული ჯიშის. ამიტომ სახელზეა შვიცის ჯიშის ხბო და ეს არის მერძეული ჯიში. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ მოემატებს ამ პროგრამის მოთხოვნა და ყველას გაუჩნდება იმის სურვილი, რომ ყველა ოჯახში გაჩნდეს ასეთი ხბო და გამოაშენოს მოსახლეობამ